ინფრასტრუქტურის მინისტრი იმერეთის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში თერჯოლასა და ბაღდათში მიმდინარე საგამანათლებლო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. თერჯოლის მუნიციპალიტეტში გრძელდება პირველი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, მშენებლობა, რომელიც 500-მდე მოსწავლეზე იქნება. ეს იქნება მშენებლობა, რომელიც 500-მდე მოსწავლეზე იქნება გათვლილი. პარალელურად ქალაქ თერჯოლაში მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია და მისი ღირებულება დაახლოებით 16 მილიონ ლარს შეადგენს. სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება ქალაქ ბაღდათში და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკიტშიც. პროექტის ჯამური ღირებულება 4 მილიონ 200.000 ლარია და სამუშაოების დასრულება 2026 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი. ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ზოგადად სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რომელსაც ჩვენ მაქსიმალურად დიდ ყურადღებას მივაქცევთ. ასევე ჩვენ ვნახეთ თერჯოლის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების კუთხით მიმდინარე პროექტი, რომელიც დასასრულს უახლოვდება და იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში დროულად ეს პროექტი დასრულდება. ვნახულეთ თერჯოლაში ეგრეთ წოდებული საპოვნელას ტერიტორიაზე წყლის რეზერვუარი და მთლიანი ქსელი, რომელიც ქალაქს მოამარაგებს უკვე ახალ რეაბილიტირებული 24 საათიანი წყალმომარაგებით და იქნება გაცილებით გამართული ვიდრე დღემდე ჰქონდა. რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს აქტიურად. სკოლა მნიშვნელოვანია იმის, რომ სოფელ როკიტისათვის 240 ბავშვი არის გათვლილი და პროცესი მიმდინარეობს პროექტით გათვალისწინებულ ვადებში. დაახლოებით 22 მარტი არის 2026 წლის დასრულების ვადა, რაც საშუალებას მიცემს სოფელ როკიტის სკოლის მოსწავლეებს განათლება მიიღონ თანამედროვე სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის სკოლაში.